ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოცეკვავე, მსახიობი და მისთანა ბატონი მიშა მესხი. ბიჭო, გუში რა აქენით სეკვავე ვაშკოლებში. კაი. თქვი, იქ უკვე თქვი, კაი, აღარ გაიმეორო, აქ ისედაც არაკლია ამ გადაცემას სხვადასხვა გამონათქვამები. ბიჭო, უყურებდი აი ამ შოუს და ბაბუა შენი უფრო კარგად სეკვავდა მოედანზე. მაგარი ცუდი ბედი მაქვს რა, ფეხბურთს რო თამაშობდი იძახდნენ ბებია შენი უფრო კარგად თამაშობს ფეხბურთს. არა, ჯობია იცეკო. ეხლა რა არის, მოდი ეხლა წინასწარ მოვილაპარაკოთ, რომ თლად ეხლა ხშირად სახელით ვერ მოგმართავ რაღაც აი არა მომდის პირიდან ესე. თემწოლი ხო რუსთავი ოფშია. შენ ხარ აქ? ჯო რამე არხი ხო არ გაგეკეთებინათ, იმიტომ რომ ვიცნობ ეგეთ თქოს არხს აკეთებენ, მაგრა გამოზდით რა. აუ, გეძგვა მე შენი ზვაკაცისთვის იქნება დაგვეხმაროს. უახლოეს ხანში ვეტყვი. მე ვნახე მიშა მიხეილ შენი შოუს კლიპი, სარეკლამო კლიპი, პრომო. და იქ შედიხარ ყიფშიძეში. შენ ხარ ყიფშიძეში. იქ რა ხდება ყიფშიძეში? რა, ვინ არის ყიფშიძეში? რა ნახე რა? მამამისი, რავი, რა გიპასუხო. რა, ვაფშეტა როგორც წესი პირიქით არის ხოლმე, მაგრამ კაი, მოკლედ რატო არ აღნიშნე ჩემი ტუფლები? ეს რა? შიბლეტები. ისე ვემზადები. გუშინდელი შენ რაც აღნიშნეთ. თუც მე რომ დღესაც აი ის გამოვიქეთ. შავი ტუფლები ლაკის და მოპარდები. იქიდან მოვბივარ ძმაო, აი ხა გიჟივით. თან თქვენმა მარგომაც რაღაც ისე მითხრა, რომ ძალიან დაბალი ხარო რომ. და გამიტყდა და გუსლებზეა რა. კარგი. რა მაინტერესებს აი აფხაზეთში მანდარინები აფხაზეთში ყარაბაღი და აი ფილმს ხო არ აპირებ სადმე მაგალითად აი ყირიმში რა ვიცი შეიძლება არ არის გამორიცხული რა რუსეთის ამბების მერე ეხლა შეიძლება ლატვია ლიტვაში ესტონეთში რა კარგი არა გადააფურთხე რამე რაღაცას დააკაკუნე საერთოდ რუსებთან და რუსეთთან რა ურთიერთობა გაქვს რა ხდება როგორი დამოკიდებულება გაქვს თუ გაქვს ნატარები შენ აი იქ თუ გაქვს რაღაც სიამოვნება მიღებული ან არა გაქვს როგორ არის იცი ხა ძალიან მე მაქვს შემიძლია პირდაპირ თქვა მე მაქვს მაგრამ ყველაფერი გამავიწყდა ძველ დროში რუსეთებში ხო იცი ეგეთ გამონათქვამი იყო რუსეთებში აი იქ კი ბარა შენ როგორ ახარ რა? რა ვიცი, ხა რუსეთში ვიყავი და ძალიან გამაბრაზეს ესე ვიტყვი რა, იმიტომ რომ ფესტივალზე ვიყავი ჩასული და ის ყირიმის ამბები დაემთხვა და დაიწყეს აი მაგარი გახარებული იყვნენ თან ყველა ისა რა ქვია, ყველა საზოგადოებრივი ფენა რა, იქ იმ ფესტივალზე ყველანაირი ტიპები იყვნენ და ძალიან გავბრაზდი რა. ხო და მერე კიდე ესეთი ამბავი მომივიდა დამიჭირა მილიციამ რა. ვა, ხედავ, პოლიტიკურ პონჩი? მომენტ ხო. მილიციამ დამაკავა და ნუ ეხა ვეჩალიჩები ამებს მეთქი მაყუც მოგცემთ რამე იქით აქ მილიცია მაყუცი. ო რა მაყუცი იღებს და ნუ აი მაინც მახსოვს რა ძველი დროიდან რომ რაღაც ეგრე ბაზრული მაყუცი იღებს. მეთქი ყირიმნაშ რამე ვაშ რაღაც ბაზარია. ო რა ლუბოი პონჩი უკერავდი, მაგრამ იმენა არ გაჭრას. აი ესე გამომიშვეს რა. როგორ უბულოთ? არა, უნდა გეთქვა რომ იატოთ მესხი. ივო, ატეც და ფუტბოლი გრალ და გამოგიხარი. სპარტაკში მამაჩემი თამაშობდა, მეთქი ბაბუაჩემი სპორტის საფეხბურთო კავშირში მეთქი დაჟე იმას იძახოდნენ მეთქი
ბაბუაჩემის დროს გრუზინსკი სборная СССР ლიცით на გრუზინსკი ყრილახ მეთქი ეგეთი გამონათქვა მიიღო მაგარია კარგი და მოსკოვი თვითონ აი ეს სიტყვა შენთვის რამეს ნიშნავს ანუ მოსკოვში მე მაგალითად ძალიან ხშირად ძალიან ისეთი ისტორიები გადამხდენია რომლის მოყოლაც ახლა არც ერთ შოუში არ შეიძლება რა ясნია პირველ რიგში მოსკოვს რო გაიხსენებ გულაობა ყველაზე პირველ რიგში ნუ გულაობა გართობა ნაშობა რაღაცა იქ მონტია და ერთხელ მომივიდა ესეთი რამე რა და როგორ იცი აი მე ცოტა ნახევრად თვარეული ვარ ესე ვიტყვი რა მართლა გემი მაიცა აი მაგალითად ეხლა გძინავს თუ ფხიზელს არა ეხა აძე რა როგორი რამე მომივიდა იცი ერთხელ როგორი დავიძინე რა დავიძინე ლოგინში ეს დავწეკი დვალები დავახილი და წკაპ ვიღვიძებ და კუჩაში დგევარ ტიტველი ტრუსიკი მაცვია ზეთ ეგ ტიტველი აღარ არის ვარ არა ნუ ტრუსიკი მაცვია და კურტკაზე ვიდა და პასპორტი მიდევს პასპორტი რაც თავად ო რაც თავად პასპორტი სად გიდევს კურტკაში ორი პასპორტი მაგისი მეშინოდა მეთქი არ ი პასპორტის დედაცვადი ორი პასპორტის ვიყავი ეს კონტია ყველაზე თავად ფორჩხიძე ხო იცი როგორ იცის ხოლმე იცი ეგ ამბავი ლირიული გადახვევა ფორჩხიძეზე შეკლული ვყავარ აეხლაბი და ძვირფას ტელემაყურებლებო მოგიყვეთ ხო ჩემი ძმაკაცია ამდენი წელია და სასაცილო ისტორიის მოყოლა არ შეიძლება ამასთან და ძალიან რთულია უსმინო ფორჩხიძეს იმიტომ რომ აი როცა რაღაცას ყვები და ის გიყვება სასაცილო მომენტზე იცის ხელის გამოშვერა ესე უნდა ჩაარტყა კაი აი ეხლას გამოშვერა ჩაარტყა და სულ ესე რაღაცას იწყებ კულმინაცია და იქა და მე მყავს მაკაცი ჯანო იზორი მსახიობია ბებშვენების თამაშობს აი ის იმასთან ეს ხელს მაინც გიწევს და ის იმენა გიბრაგუნებს ზოგი ყება აი ძნა და კითები და კარგი ძალიან საინტერესო კაცი ხარ პასპორტიც გაქვს პასპორტიც გაქვს ანაც ორი პასპორტი თბილი მოგონებებიც და მინდა აი ამ თბილ მოგონებებზე დავასრულო ჩვენი გადაცემა ძვირფასო ტელემაყურებლებო შარიკო რა ტრაქში ხოა დავი აძინაძი შენი გუკინდელი რა ჩვენი გადაცემა დამთავრდა მომავალ შაბათამდე. აუგნა წავიდე თუ ბიჭო რა არის რა იყო რა სისულელე რა ტრაქში ხვა რა არის აგიაგიტო ბიჭო რა გამიტრა ქაჯური და ბანძური ხუმრობა იყო რა კაი არაფერი გააჩერე ბიჭო იყო მაგარი ბანძური და ქაჯური ხუმრობა ვაფშე ვარ გადაირიე რა გადავირიე ბიჭო კაი გაამანე რა მე გადავები თუ რა გეღადავე ბიჭო ესე არ არის რა ჩემი შოუა და თავზე მიშვები და შენ ესეთი ვაფშე ეგეთი ხუმრობა შენთვის ყველსო ეღადავების შენ რო ეგრე ხო ვის გაუტარებია შენთვის ეს ხუმრობა ეგეთი ხუმრობა ვის გაუტარებია რავი გიას ჟორას რა ვიცი შალვას პეტოს იმას